მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმამწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებულ სანაკრებო მარშებთან დაკავშირებით სასტუმრო პარაგრაფ თბილისში პრესკონფერენცია გამართა. ფრანგ სპეციალისტთან ერთად პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და აწუკე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნიკა კვეკოსკირი იმყოფებოდა. შედეგზე მნიშვნელოვანია თუ როგორ შევასრულებთ დასახულ მიზნებს. ვფიქრობ, გვაქვს პოტენციალი რომ დასახულ მიზანს მივახციოთ. ჩვენს გუნდში წარმატებების პოტენციალი ნამდვილად არის. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ ორ თამაშს როგორ მივუდგეთ და შემდეგ გადავწყვეტ დაცვაში როგორ ვითამაშებთ. რამდენი მცველით, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შედეგის მიღწევის პოტენციალი. ყოველთვის ვცდილობ ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაკრებში ინტეგრაციას. ლომანიძე დიდი ხანია ნაკრების კანდიდატია და გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ ახლა მოვიძახე. სხვა კანდიდატების იყვნენ, მაგალითად კვერნაძე, მაგრამ ამ ეტაპზე შანსის მიცემა აბუაშვილისთვის გადავწყვიტეთ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ამას იმსახურებს. თაობათა სვლა მიდის და ნაკრების გადახალისება ბუნებრივი პროცესია. ნაკრების მეკარეები მამარდაშვილი და გუგეშაშვილი თავიანთ კლუბებში სკამზე ზღედან და ამით ბედნიერი არ ვარ. მართალია მეკარეებს ინტენსიურობა იმდენად არ სჭირდებათ, რამდენადაც მინდვრის მოთამაშეებს, თუმცა თუ ასე გაგრძელდა მომავალში აუცილებლად პრობლემა იქნება. ჩაკვეტაძე აპრილიდან მოყოლებული ვერ გვეხმარება, მაგრამ ამ ვითარებაზე კონტროლი არ მაქვს. ჩაკვეტაძის გარეშე წარმატებას უნდა მივახციოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია. აქ ვიმყოფები მიზეზით, რომ თქვენ და ჩვენს გულშემატკივრებს ყველას ვაცნობ იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კარიერას ფეხბურთელის რანგში ვასრულებ. და მინდოდა ეს ყველაფერი, რომ ჩემგან გაჟღერებული იყო პირველი. ცოტა მიჭრის საუბარი, ცოტა ნერვიულობ. განსაკუთრებული მომენტი არის და ახალი ეტაპი იწყება ცხოვრებაში. მაგრამ მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს, ყველას აბსოლუტურად ვისთანაც მიმუშავია, შტაბს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის თითოეულ თანამშრომელს, რომლებისგანაც უდიდეს სიყვარულს, უდიდეს პატივისცემას ვსწრებდი, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური 60 მეტ შეხვედრაში და რა თქმა უნდა ყველასთვის ჩვენთვის საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და იქ გასვლა. რთული გადაწყვეტილება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დგება დრო, როდესაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება და გადაშალვა ახალი ფურცელი ჩვენს ცხოვრებაში და ზუსტად ეს ფურცელი იშლება ეხლა ამჯერად ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემ ქვეყანას ყავდა ეგეთი ფეხბურთელი, ეგეთი ადამიანი. კვეკვეს როლი ძალიან დიდი არის ნაკრების წარმატებაში, ნაკრების განვითარებაში. ეს გზა რა ჩვენ ერთად გავიარეთ ყველა ჩვენთაგანმა. ფიქრობის ყოველთვის სამაგალითო იყო მოედანზე და მის გარეთ. ზუსტად საქართველოს და დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორიც, იმიტომ გახდა კვეკვე რომანეს დაიმსახურა თავისი ცხოვრებით, თავისი შრომის მოყვარეობით. გარდა ჩვენი ნაკრების წევრებისა მოახლოებულ მატჩზე თურქეთის თავკაცმაც ისაუბრა. ჩვენი მიზანია ყოველი სანაკრებო შეკრებისას საუკეთესო შემადგენლობა ყავდეს. უმაღრესად მოტივირებული ვართ და მაქსიმალურად ვემზადებით. ყოველთვის ბევრ ფეხბურთელებს ვიძახებთ, რადგან ვცდილობთ გუნდში იყვნენ მოთამაშეები, რომელთა იმედის მომავალში გვექნება. გვინდა მათ გამოცდილება მიიღონ და სანაკრებო ატმოსფერო შეიქმნონ. პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელი გასვლითი შეხვედრა გველოდება და ობიექტურად ჩვენი ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე რთულია. პირველი თამაში საქართველოს წინააღმდეგ გვექნება, ძალიან მნიშვნელოვან მეტოქესთან. ვხედავ როგორ განვითარდნენ ისინი ბოლო დროს და როგორ წინ წავიდნენ როგორც გუნდი. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ახლა უკვე უფრო ჩამოყალიბებული შემადგენლობა ყავთ. პირველი შეხვედრიდანვე ჩემი მთელი კონცენტრაცია და ენერგია ამაზე იქნება მიმართული. სრულიად ნორმალურია რომ ჩვენზე ზეწოლა. თურქეთის მსგავსი ქვეყანა ყოველთვის უნდა ისახავდეს
დიდ მიზნებს. ფეხბურთელები მაქსიმალურად კარგად უნდა მოვამზადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. გარდა მწვრთნელების აღნიშნულ თამაშში ქართული ფეხბურთის გამორჩეულმა ფიგურამ შოთი არველაძე მისაუბრა. ყველა ქვეყანას სურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ახლა ჩვენი მიზანი მუნდიალზე გასვლა. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ძალიან გაძლიერდა. კარგი ჯგუფი ყავს და ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ასპარეზობენ. საქართველოში ყველა გულშემატკივარი კარგ თამაშსა და გამარჯვებას ელოდება, თუმცა წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან გამართულ მატჩი ბევრმა ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა ითამაშა როლი. დიდ ტურნირზე პირველი მატჩი ჩავატარეთ და ყველანი ვფიქრობდით როგორ დავიწყებდით შეხვედრას და როგორ ვითამაშებდით პირველ 10-20 წუთს. სწრაფი გოლი გავუშვით, შემდეგ მეორე ბურთის მივიღეთ, მაგრამ ვარმა გოლი გააუქმა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და გოლის გავიტანეთ, თუმცა მაინც დავმარცხდით. ჯგუფიდან გავედით და შემდეგ ესპანეთთან წავედით, მაგრამ თავარია რომ გამოცდილება მივიღეთ. მენტალურად მაღალ დონეზე ავედით და ახლა საქართველოს მზადაა. ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი ესპანეთია, რომელიც ბოლო პერიოდი არ გტოვებს და სულ ჩვენთანაა. საქართველოსთვის კარგი სტარტი გადამწყვეტია და იღბალსაც მნიშვნელობა აქვს. არავინ ლაპარაკობს ბულგარეთზე, მაგრამ სოფიაში ჩასვლა და 3 ქულის წამოღება მარტივი ნამდვილად არ არის. ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ამას თითქმის ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს და ოქროს ბურთის ტოპ 5-იცაა. მისი სათამაშო ფორმა გადამწყვეტია. მას შეუძლია მატჩი ერთი მოძრაობით მოიგოს. ამას აქში რა ასაკშიც კვარაცხელია ურთულესი ასე ითამაშო. წლებია საჭირო რომ თამაშის ასეთ დონეზე წაკითხვა და მოედნის ასეთ დონეზე დანახვა შეძლო. ის უკვე უაღრესად ზუსტ და მაღალ დონეზე თამაშობს. იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. წლის საუკეთესო გოლი გაიტანა. საფრანგეთში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში გოლები გაქვს და ასისტებს აკეთებს. ძალიან ძლიერი და სწრაფია და საოცარი ტექნიკა აქვს. მარტივი არაა მაღალ სისწრაფეზე ის გააკეთო, რასაც ხვიჩა აკეთებს. ბურთს არ კარგავს და მას ზედმეტად არ ეხება. როდესაც მის თამაშს უყურებ, ვფიქრობ, პასი მიეცი. კვარაცხელია ზუსტად ამ პასს აკეთებს და ეს ბევრად უკეთესად გამოსდის. გიორგი მიქაუტაძე საოცარი ფორვარდია. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის მეკარია. გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში თამაშობს. ჩაკვეტაძე ინგლისში. ოთარ კიტეიშვილი შტურმის კაპიტანია და შეუძლია როგორც მე-6, ისე მერვე ნომრის პოზიციაზე იასპარეზოს. ზურიკო დავითაშვილმაც გასულ სეზონში გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა. არ მინდა წინასწარ სცენარები დავხატო და წარმოვიდგინო მატჩი როგორ წარიმართება. მინდა საქართველოს გაიმარჯვოს, თუმცა კარგად მესმის რომ ეს რთული იქნება. შეგახსენებთ რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება 4 სექტემბერს 8 საათზე დაიწყება. ბულგარეთთან მატჩი კი 7 სექტემბერს გველის. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის მთავარი თემა გიორგი მიქაუტაძის მომავალია. ლიონის თავდასხმელს ვილიარეალისა და ასტონ ვილას უკავშირებდნენ და ყვითელმა წყალქვეშანაوما მიზანს მიაღწია. საშა ტოვლიერის და ფუტომერკადოს შემდეგ მიქაუტაძის წასვლა ავტორიტეტულმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრისიო რომანომას დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დეტალების შესახებ დაწერა. ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი დახურა. Here we go. ფრენა შაბას დაიჯავშნა. სამედიცინო შემოწმება კვირას. ლიონი 30 მილიონ ევროს მიიღებს. ვილიარეალი მიქაუტაძეზე მას შემდეგ გადაერთო, რაც დობკის გარიგება ჩაიშალა. წერს რომანო. შეგახსენებთ რომ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და მიქაუტაძის გაყიდვა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. ფრანგულ კლუბს მაიკლ ფოფანას გასხვისების ვარიანტის ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა. გეტყვით იმასაც რომ მიქაუტაძემ ლიონის მაისურით ამ სეზონში 2 შეხვედრა ჩაატარა და ლანს გაუტანა. ქართულ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. ტრანსფერ მარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა. საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში სენტ-ეტიენმა ბულონი 0-1 დაამარცხა. კარგი მატჩი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გამუდმებით აქტიურობდა და გოლის გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ გამოცემა ლაიფ-ფუტმა ქართულ ფეხბურთელზე დაწერა და აღნიშნა, რომ ზურიკოს ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება. ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის დატოვება სურს. მას ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება, თუმცა კლუბისთვის ტრანსფერის თაობაზე არავის მიუმართავს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ზურიკოსთან ერთად კლუბის დატოვებას ელიგან, მაგრამ ამის
ამისთვის კონკრეტული შეთავაზებებია საჭირო. ქართველი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა და ბოლო თვეებში კარგი შედეგები ჰქონდა. ახალ სეზონში მისი პირველი მატჩი ლაულთან ადასტურებს, რომ მისი ადგილი ლიგა 2-ში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილს წასვლა სურს, არის ალბათობა, რომ გარკვეულ პერიოდს მაინც სენტ-ეტიენში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა, მაგრამ სენტ-ეტიენი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ამ თანხის გადახდა კი კლუბებს არ სურთ. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დავითაშვილის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ბეშიქტაში იჩენდა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო სამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.